ერთი თვის წინ მომმართა კლიენტმა. მოულოდნელად ეს ქალბატონი ჩავარდა ძალიან დიდ ვალებში, აიღო პროცენტიანი ვალი. სამსახურიდან ემიგრანტია, რა სამსახურშიც მუშაობდა, მოულოდნელად ვისაც უვლიდა ბებო, ჯანმრთელი ბებო მოულოდნელად გარდაიცვალა. ვეღარანაირ სამსახურს ვეღარ იწყებ. გამოკითხვების და კონსულტაციის შედეგად მითხრა ესეთი რამ, რომ მეგობარმა აჩუქა საფულე, იყიდა თვითონაც, შემდეგ ეს საფულე ცოტა ხანში გაუცვალა და მანამდე გამოართვა დაახლოებით 5 თუ 10 евро სესხის მიზნით. წარმოიდგინეთ, ხო? ამ ფულის გამორთმევის შემდეგ მეორე დღიდანვე ამ ქალის ცხოვრება წავიდა ძალიან ცუდად. თუ თქვენ ბარაქიანი ხართ ძალიან, ფულის გამორთმევით ძალიან დიდ ჯადოს აკეთებენ, რომ თქვენი ბარაქა მოიპარო. ასევე ფულზე აკეთებენ ჯადოს, ნეკრომაგიას, რომ თქვენი ფული თუ ვინმეს ძალიან ზულ ხართ, რომ თქვენი ფული ჩამარხოს ნებისმიერ საფლავში და ჯადოც რომ არ გაგიკეთოთ და მკითხავთანაც რომ არ წავიდეს, ისედაც თქვენი ფული ჩამოვა ნულზე, ამას არ ჭირდება მკითხავი. ხშირად ადამიანებს ვეუბნებ, რომ ფული არ გაასესხონ და ხელში ფული არავის არ მისცენ. იმიტომ რომ ადამიანები ბოროტად იყენებენ თქვენს სიკეთეს და გულუბრყვილობას. ამას მოყვება ბარაქის წასვლა ოჯახიდან, ბარაქას იცით მოყვება ძალიან დიდი პრობლემები, რაც უფულობას მოაქვს.